და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ ჩამოსდიოდა ხორცს და მისთა, მაშინ უბძანა დადებად ჯაჭვ ქეთსა მისსა. და უბძანა სენაკაპანსა ერთსა, რაითა წარიყვანონ წმინდაი შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი და მოკუდეს. და ვითარცა მიიწინეს ხიდსა მას ციხისასა რქუა პიტიახშმან წმინდასა შუშანიკს. შენ დაეგდენ ყოფადარს ფერხითა შენითა სვლაი, რამე თუ ცოცხალი არღარა გამოსვლად ხარ, გარნა თუ 4-თა გამოგიღონ. და ვითარცა შევიდეს ციხედ, ჰპოვეს სახლა კი ერთი, ჩtildeოით კერძო, მცირი და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმინდა იგი. და ჯაჭვ იგი, რომელ ედვა ქეთსა მისსა ზედა, დაჰბეჭდა ურჯულომან ვარსქენ ბეჭდითა თვსითა. მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილიყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა. იაკობ ცურტაველი, წამებაი წმინდისა შუშანიკისა დედოფლისაი. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, გიბრუნდებით მორიგი სიუჟეტით სერიათა ციკლიდან ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. ამჟამად ვიმყოფები ქვემო ქართლში, დინარე მაშავერას მარჯვენა ნაპირზე და გიჩვენებთ ერთ ძველ ქართულ ციხესიმაგრეს, რომელსაც დღეს მოიხსენიებენ ჭაპალის სახელი. ხოლო რა საერთო შეიძლება გქონდეს ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას ჩემს მიერ სიუჟეტის დასაწყისში ხსენებულ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების დაწყებთან, თქვენ რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტიდან იხილავთ და მოისმენთ. წავედით. ჭაპალა ეს გახლავთ ყველაზე გვიანდელი ტოპონიმი იმ დასახლებისა, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში და დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით შედის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სიუჟეტის დასაწყისში, როგორც უკვე გითხარით, სოფელთან ახლოს არის ძველი ციხესიმაგრე, რომელსაც ანალოგიური სახელწოდებით, ანუ ჭაპალის ან ჭაპალას ციხის სახელით მოიხსენიებენ. აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩემი წელიწადნახევრიანი მოგზაურობისას აქამდე პრაქტიკაში არ შემხვედრია ასეთი ადგილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი სიმრავლე სახელებისა, როგორიც აქაურობას. გარდა დადასტურებული ტოპონიმებისა, ასევე ამალაგს ქართველი მეცნიერები უკავშირებენ ისეთ ცნობილ სახელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში ამოიკითხება. დღევანდელ რიგით მეხუთე სიუჟეტში მე შევეცდებით დაწვრილებით გიამბოთ ყველა ის დადასტურებული ამბავი თუ მეცნიერული მოსაზრება, რომელიც ჭაპალასა და მის თავდაცვით ნაგებობას კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. დინარე მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, იქ სადაც იწყება გაშლილი ველი, ყოველმხრივ იზოლირებულ კლდოვანი რელიეფის მქონე მოზრდილ ბორცვზე ჩვენს წინაპრებს საუკუნეთა უკან აუგიათ ციხე. თუ საფორტიფიკაციო ნაგებობის მასშტაბითა და მასში შემორჩენილ ნაგებობათა ნაშთებით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ იგი არათუ უბრალოდ თავდაცვითი ფუნქციის მქონე შენობას წარმოადგენდა, არამედ ის აქ გაბატონებული ფეოდალის რეზიდენციაც უნდა ყოფილიყო, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა როგორც საცხოვრებელი, ასევე სასულიერო და რა თქმა უნდა საბრძოლო ფუნქციის მქონე ნაგებობებით. ამას გარდა თუ გავითვალისწინებთ იმ მოვაკებულ ნიადაგს, რომელიც ციხეს გარს არტყია, სრულიად ხელსაყრელი გარემოება იქმნება მის გარშემო დასახლების არსებობისათვის. შესაბამისად, ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას ყველა თვისება გააჩნია იმისთვის, რომ აქ ყოფილიყო ციხე-ქალაქი. აქამდე თუ სხვა სერიებში იქნებოდა ეს მესხეთზე თუ ქართლზე, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვიწყებდი ჩვენამდე მოღწეულ ისტორიული წყაროების განხილვას, დღევანდელ სიუჟეტში ამას პირიქით გავაკეთებ. ანუ დავიწყებ ყველაზე გვიანდელი ცნობებით და უკუსვლით მივალ ადრეულ წყაროებამდე. საუბარი დავიწყოთ მე-18 საუკუნეში შესრულებული ჩანაწერებით, რომელთაგან პირველს განვიხილავ ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილისეულ აღწერას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. შულავრის დასავლით არს მანხუტის ხევი და ამის დასავლით ტალავრის ხევი. ამ ხევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი. ამას წერენ გაჩიანად. ვახუშტისეული ჩანაწერიდან გარდა სოფლის გეოგრაფიული მდებარეობისა, ვიგებთ იმასაც, რომ მე-18 საუკუნისათვის ამ ადგილის სახელი ჭაპალაა. მაგრამ იქვე მეცნიერი უთითებს, რომ მას გაჩიანადაც იხსენიებენ. ტოპონიმი გაჩიანისა და ჭაპალის კავშირზე სიღრმისეული საუბარი აუცილებლად გვექნება. მაგრამ ამ ეტაპისათვის უბრალოდ დავიმახსოვროთ და გავაგრძელოთ ცნობათა შეგროვება დღევანდელი სერიის მთავარ ობიექტზე. შემდგომი წყარო კვლავ მე-18 საუკუნეს განეკუთვნება და უკავშირდება სახელგანთქმულ ბაგრატიონ მონარქს ერეკლე მეორეს. 1750 წელს მისი ბრძანებით ჭაპალის ციხე განუახლებია ქართლის ერთ-ერთ ფეოდალს დიმიტრი ორბელიას. ერეკლეს ინიციატივა ჭაპალის ციხის შეკეთებისა პირდაპირ კავშირშია ლიკიანობასთან,
რამე თუ მათი თარეშის ალაგმოა კახთა ბატონმა ჯერ კიდევ მამამისის თეიმურაზის სიცოცხლეშივე საკუთარ თავზე აიღო. და მშვიდობიანი მოსახლეობის ლეკების უცაბედი თავდასხმისგან უკეთ დასაცავად განაახლა თითქმის ყველა ის ციხე, რომელიც ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. შემდეგი ცნობა, სადაც ციხესიმაგრე კვლავ ჭაპალის სახელით მოიხსენიება, მე-17 საუკუნეს განეკუთვნება და უკავშირდება ზემოთ ხსენებულ ერეკლე მეორის პაპას, ერეკლე პირველს, იგივე ნაზარ ალი ხანს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამეფო სამთავროებად დაყოფილ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი, ანუ ქართლისა და კახეთიც ირანის ქვეშევრდომია. ხოლო შაჰები ერთმანეთის მონაცვლეობით პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ნიშნავენ გამაჰმადიანებულ ბაგრატიონებს მეფეებად. მსგავსი ირანული პოლიტიკა თავის მხრივ იწვევდა დაპირისპირებებს ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა შორის. შუღლი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იყო ჩამოვარდნილი, კიდევ უფრო მძაფრი ხდებოდა, რაც განპირობებული იყო სპარსი შაჰების დამოკიდებულების ხშირი ცვლით ამა თუ იმ ქართველ ხელისუფალთან მიმართებაში. ანუ უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ირანის იმპერიის მმართველები ხშირად მოულოდნელად მათი ფავორიტის, ესე იგი გამგებლად დასმული პირის საპირისპიროდ მეორე სამეფო ოჯახის წარმომადგენელს უჭერდნენ მხარს. სწორედ ასე მოხდა ერეკლე პირველისა და ქართლის მეფის გიორგი მე-11-ის დაპირისპირებაც. რა დროსაც კახეთის ბაგრატიონმა სწორედ რომ ჭაპალის ციხესთან დაამარცხა ქართლის ბაგრატიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე რამოდენიმე ცნობა განვიხილეთ ჭაპალის ციხესიმაგრესთან დაკავშირებით, არც ერთი მათგანი არ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელი ფეოდალური გვარის წარმომადგენლის მფლობელობაშია ეს უკანასკნელი, ან საერთოდ ყავს თუ არა მას ბატონ-პატრონი. ამ კუთხით არსებობს საკმაოდ საინტერესო ხელნაწერი, რომელიც თარიღდება 1664 წლით და წარმოადგენს ქართლის სამეფო კარზე შედგენილ დოკუმენტს, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, წყალობის სიგელს და შემდეგნაირად ჟღერს. 1664, კათათვის 25. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, მეფეთა მეფემან, პატრონმან შაჰნავაზ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთა დედოფალმან მარიამ, პირმშომან და სასურველმა ძემან ჩვენმან გიორგიმ და ლევან. ესე ამიერ უკუნისამდი მტკიცე და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი და სიგელი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა და წესისაებრ მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, სოლოღაშვილს ელიზბარს და შულსა თქვენსა, გიბოძეთ ჭაპალა, მისი ციხითა, სასახლითა, მისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, სახნავითა და უხნავითა. ასე ამგვარად ქართლის მეფეს ვახტანგ მე-5 შაჰნავაზს ჭაპალის ციხე და მისი შემოგარენი საშვილიშვილოდ უბოძებია ელიზბარ სოლოღაშვილისთვის. თუ კარგად გავიაზრებთ 1664 წლისათვის შედგენილ წყალობის სიგელს, დავინახავთ, რომ სოფელი ჭაპალა ცალკეა ნახსენები და ამას დამატებული ციხე კიდევ ცალკე, რომელსაც გააჩნია სასახლე, თავის წისქვილი, სახნავი და სათესი. ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კი ამყარებს იმ თეორიას, რომელიც მე დასაწყისში ჩამოვაყალიბე და რის თანახმადაც ჭაპალის ციხე არა მარტო სტრატეგიულ ნაგებობას წარმოადგენდა, არამედ მისი არსებობის ყველაზე საუკეთესო პერიოდში ციხე ქალაქადაც გვევლინებოდა. სანამ კიდევ უფრო ღრმად ისტორიულ საქართველოში გავაგრძელებდით ამ ადგილის შესახებ ინფორმაციის ძიებას, გეტყვით, რომ ტოპონიმი ჭაპალით პირველად სწორედ 1664 წლიდან იხსენიება აქაურობა და მიუხედავად იმ შიდა დაპირისპირებებისა, რაც ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა შორის ხდებოდა, ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მფლობელებს კვლავ სოლოღაშვილთა ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ. ციხესიმაგრეს პატრონის შეეცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქაურობა სოლოღაშვილისგან შეისყიდა 1750 წელს, სწორედ იმ დიმიტრი ორბელიანმა, ვინც მე სიუჟეტის მიმდინარეობისას უკვე ვახსენე და გითხარით, რომ მას ციხე ერეკლე მეორის უშუალო ბრძანებით განუახლებია. როგორც უკვე აღვნიშნე, ციხესიმაგრესა და მასთან მყოფი სოფელით სახელწოდება ჭაპალით იხსენიება მე-17 საუკუნის 60-იანი წლებიდან. რაც შეეხება უფრო ადრინდელ წყაროებს, მსგავსი ტოპონიმით ჩვენ არც დასახლება მოგვეპოვება და არც თავდაცვითი ნაგებობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციხესიმაგრის კვალი იკარგება. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი გამოსავალია ამ ყველაფრის ასახსნელად ვიფიქროთ ის, რომ ამ ადგილზე საფორტიფიკაციო ნაგებობაცა და დასახლებაც გვიან შუა საუკუნეებში აღმოცენდა და შესაბამისად მასზე ინფორმაცია უფრო ადრინდელ წყაროებში ვერანაირად ვერ გვექნება. მაგრამ ეს სრული სიცრუეა და ამის დასამტკიცებლად კმარა ის არქეოლოგიური სამუშაოებიც, რომელიც აქ გასულ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იქნა ჩატარებული. ექსპედიციისას გამოვლინდა თიხისა და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, მინის სამაჯურები და სხვა არაერთი ფეოდალური ეპოქისათვის შესაფერის ნივთთა ფრაგმენტი, რომელიც ძირითადად განეკუთვნებოდა მე-12-მე-13 საუკუნეებს. ესე იგი ჯერ კიდევ სულ მცირე 4 საუკუნით ადრე, სანამ ციხესიმაგრეს ჭაპალის სახელით მოიხსენიებდნენ, ის აქ უკვე არსებობდა. აქედან გამომდინარე ლოგიკურია დავსვათ კითხვა, მაშინ რატომ არ მოგვეპოვება ადრეული პერიოდის გადმოცემები ან ცნობები აქაურობის შესახებ.
ალბათ ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვისა იქნება, თუ ვიტყვით, რომ გაუთავებელი ომიანობისა და შემოსევებისას უბრალოდ დაიკარგა, ან განადგურდა ის ხელნაწერები, რომელიც ამ ძეგლზე მოგვაწვდიდა ამა თუ იმ ინფორმაციას. მსგავსი შემთხვევები ხომ ბევრი ყოფილა და არაერთი საუკუნეთა უკან აგებული ხუროთმოძღვრული ძეგლია საქართველოში, რომლის თავს გარდახდენილ ამბებზეც ფაქტიურად წარმოდგენაც კი არ გვაქვს. მაგრამ აქ არის კიდევ მეორე გარემოებაც, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დასახლებაცა და მასთან მდგომის სიმაგრეც განვითარებულ და ადრეულ შუა საუკუნეებშიც სრულიად სხვა ტოპონიმით ან ტოპონიმებით მოიხსენიებოდა. და სწორედ ამიტომაც სახელწოდება ჭაპალით მასზე ჩანაწერები უბრალოდ არ არსებობს. ამ ძეგლზე მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებებზე დაყრდნობით, თქვენთან ერთად შევეცდები ჩამოვაყალიბო თეორია, რომლის მიხედვითაც შევიქმნით წარმოდგენას, თუ რომელი დასახლება ან თავდასვითი ნაგებობა შეიძლება ყოფილიყო ამ ადგილზე 100 წლეულების უკან. ისევ და ისევ ტოპონიმების განხილვით დავიწყოთ. ამ კუთხით ჩვენთვის უკვე ცნობილია ჭაპალა ან ჭაპალი. მაგრამ როგორც გახსოვთ, მე ვახუშტი ბატონიშვილისეული ჩანაწერიდან წაგიკითხეთ დასახელება გაჩიანი. მაგრამ იქვე ვახუშტი მიუთითებს, რომ არა არს ესე დასავლით ხუნანისა, არამედ სამხრეთ არს წილი გარდაბნისა და არა გაჩიოსი. ანუ როგორც ჩანს, მოსაზრება იმისა, რომ ჭაპალი იგივე ადრინდელი გაჩიანია, რომელიც ისტორიული ქვემო ქართლის განაპირა საერისთავო გახლდათ, მაშინაც არსებობდა. და სწორედ ამიტომაც ვახუშტი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ეს მიდგომა სრულიად მოკლებულია ჭეშმარიტებას. მე-20 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში აღწერილი ციხე, სადაც ქართლის პიტიახშის ვარსქენის ბრძანებით მისივე მეუღლე შუშანიკი დაამწყვდიეს, შესაძლოა სწორედ ის ნაგებობა იყოს, რომელიც სოფელ გოჩულოსთან მდებარეობს. გოჩულო, უფრო სწორედ ქოჩულო, აზერბაიჯანული სიტყვაა და ვერც ნიშნავს. ეს სახელწოდება კი მე-20 საუკუნეში გარკვეული პერიოდი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სოფელ ჭაპალას ერქვა. მივუბრუნდეთ ნიკო ბერძენიშვილის თეორიას, რომელსაც გარკვეულწილად ისტორიკოსი დევი ბერძენიშვილიც იზიარებდა და ხას უსმევდა იმ მსგავსებებს, რომელიც ჭაპალის საფორტიფიკაციო ნაგებობასა და იმ ციხეს შორისაა, სადაც შუშანიკი დაამწყვდიეს. ამის უკეთ თქვენთვის გადმოსაცემად წაგიკითხავთ ნაწყვეტს დევი ბერძენიშვილის ჩანაწერიდან, რომელიც შესულია ნაშრომში სახელწოდებით საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ეს პუნქტი ჰავითაც ეხამება ცურტაველის მიერ აღწერილს. აქ დიდი სიცხე იცის. ამით გახურებული კლდე და ციხე უამრავ ქვეწარმავალთა საბუდარია. ძველად რომ აქაური წყალი არ ვარგოდა და ამისგან მოსახლეობაც დაავადებული იყო, ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღნიშნეს აქ გამოგზავნილმა რუსმა სამთო ინჟინრებმა. როგორც ხედავთ, მეცნიერი ხელმძღვანელობს იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში, შუშანიკის წამებაში, ავტორისეული ციხის დახასიათებით და პარალელს სწავლებს ჭაპალის ციხესა და მის გარემო პირობებთან, რომელთანაც დიდ მსგავსებას პოულობს. ამას გარდა ბერძენიშვილი განიხილავს მე-10 საუკუნეში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობას, რომელიც პიტიახშის რეზიდენციის ადგილსამყოფელს, ესე იგი ცურტავს, ასახელებს მდინარეების ქციისა და მაშავერას შესართავთან. ხოლო ციხეს, სადაც შუშანიკი ეწამა და აღევლინა ოფრეთის სიმაგრედ. ქართველი მეცნიერი კი ამ ყველაფრის კონტრარგუმენტად ასახელებს იმ ფაქტს, რომ თავად იაკობ ცურტაველი ნაწარმოებშივე აღნიშნავს ცურტავისა და იმ ციხის სიახლოვეს, სადაც შუშანიკი მარტვილობდა. ხოლო სომეხი ისტორიკოსის მიერ დასახელებული პუნქტები მინიმუმ 20-25 კილომეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან. ამიტომაც მისთვის უფრო სარწმუნო ვერსიაა ჭაპალის ციხე მოისაზროს იმ პუნქტად, სადაც ეწამა და აღევლინა შუშანიკი. თუ დევი ბერძენიშვილის ამ მოსაზრებას ვირწმუნებთ, მაშინ მართლაც ჭაპალის ციხე ყოფილა შუშანიკის მარტვილობის ადგილი. ხოლო ის ხიდი, რომელიც დღეს მაშავერაზეა გადადებული, უწინათ სადღაც აქ უნდა ყოფილიყო და უზრუნველყო კავშირი ციხისა და იმ ცურტავისა, სადაც ქართლის გამგებლის, ანუ პიტიახშის რეზიდენცია იყო გაშენებული. დღევანდელ დროში თბილისიდან ჭაპალისკენ მომავალი მართლაც გაევლი გზად სოფელ ცურტავს, მაგრამ რეალურად ამ ადგილს აბსოლუტურად არაფერი კავშირი არ აქვს იმ ცურტავთან, რომელიც ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში აქვს იაკობს აღწერილი და რაც ადრე შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში ერთ-ერთ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. მიუხედავად ნიკო და დევი ბერძენიშვილების ლოგიკური არგუმენტებისა, მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჭაპალისა და ცურტავის მახლობლად არსებული ციხის იგივეობის საკითხი. ქართველ მკვლევარებში ყველაზე მეტად გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისტორიული ცურტავი, სადაც მე-5-6 საუკუნეებში ქართლის უმაღლეს სახელმწიფო მოხელეთა პიტიახშების სამყოფელი იყო, დიდი ხანია დაკარგულად ითვლება და მისი კვალის ძიება უნდა მოხდეს დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ლორეს პროვინციაში, კერძოდ კი დებედას ხეობაში. სერიის დასასრულისას კი მინდა გიამბოთ ამბავი, რომელიც ჭაპალის ციხის ყველაზე გვიანდელ პატრონთან, ჩემს მიერ დღეს არაერთხელ ნახსენებ, დიმიტრი ორბელიანთან და მის ოჯახთან არის კავშირში.
დიმიტრი გახდათ მეუღლე მეფე თეიმურაზ მეორის შვილის და ერეკლე მეორის დის ანა ბატონიშვილისა. დიმიტრისა და ანას ჰყავდათ ვაჟი მამუკა, რომელიც მეფე ერეკლეს უსაყვარლესი დიშვილი იყო. როგორც უკვე ჩვენ ვიცით, 1750 წელს დიმიტრი ორბელიანმა შეიძინა ჭაპალის ციხე. ხოლო ამ ამბიდან 20 წლის შემდეგ მისი და ანას ვაჟი, ჯერ კიდევ ყმაწვილ კაცობაში მყოფი მამუკა ორბელიანი გარდაიცვალა. ხოლო 2 წლის შემდეგ თვითონაც განუტევა სული. ერეკლეს დიშვილს მამუკას ცოლად ჰყავდა ქსნის ერისთავის ასული მაია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდგომაც სამეფო კარზე განაგრძობდა ცხოვრებას. მამუკა ორბელიანის ქვრივის სილამაზემ გული და გონება დაუტყვევა ასევე სამეფო ოჯახთან დაახლოებულ ბესარიონ, იგივე ბესიკ გაბაშვილს. სწორედ ამ გზნობით იყო გამოწვეული ის არაერთი სატრფიალო ლექსი, რომელიც უსახსოვრა ბესიკ გაბაშვილმა ქართულ პოეზიას. წერალსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ლეონიძეს მისსავე წიგნში სახელწოდებით ბესიკი, რომელშიც აღწერილია ცნობილი და უცნობი ფაქტები ბესარიონ გაბაშვილის ცხოვრებიდან, წერდა რომ სხვა არაერთი ლექსის მსგავსად ტანო ტატანოც სწორედ ახალგაზრდა ასაკში დაქვრივებული მაიასადმია მიძღვნილი. მაგრამ ეს მიჯნურობა ტრაგიკული აღმოჩნდა როგორც ჭაპალის ციხის ფლობელ ორბელიანთა რძლის მაიასათვის, ასევე ბესიკ გაბაშვილისთვისაც. მას შემდეგ რაც ეს რომანი გახმაურდა და ერეკლეს ყურამდე მივიდა, ქვრივი მონასტერში გაუგზავნიათ, ხოლო ბესიკს კატეგორიულად აეკრძალა მასთან ყველანაირი კავშირი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალი მონასტრიდან დაუბრუნებიათ და სხვაზე გაუთხოვებიათ. მაგრამ როგორც ჩანს, ბესიკ გაბაშვილი მაინც არ დამცხრალა და როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს, მისი სიყვარულის, ესე იგი მაიასადმი მიძღვნილი ლექსები ხალხშიც საზოგადოდ გავრცელებულა, რაც თავის მხრივ 1000 მითქმა-მოთქმისა და ჭორის საფუძველი გამხდარა. ერეკლე მეფეს გარდაცვლილი დისწული მამუკა ორბელიანი შვილივით უყვარდა და შესაბამისად ბესიკისა და დაქვრივებული მაიას რომანი მისთვის აღმაშფოთებელი იქნებოდა. ამას დამატებული მე-18 საუკუნის საქართველოში ბესიკის გაბედული გამიჯნურების საჯაროდ გამოტანა შეიძლება ითქვას, რომ კრეხელობის ტოლფასი იყო. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ სიყვარულით დასნეულებულმა ბესიკ გაბაშვილმა სანამ უმკაცრეს სასჯელს მიიღებდა, სამუდამოდ დატოვა ქართლი და გადავიდა იმერეთში, სადაც მოღვაწეობდა სოლომონ მეფის კარზე. ანთებულ ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე, რა და რვიცოდი არა კვანდი შენი საფერი. ბესიკ გაბაშვილი. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც დასრულდა. გემშვიდობებით მომდევნო ახალ სიუჟეტამდე, რომელიც იქნება არაერთი, როგორც მესხეთზე, ასევე ქართლზე. ერთადერთი თხოვნა, რაც თქვენთან მიმართებაში გამაჩნია, არის ის, რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ მომდევნო სიუჟეტს. დროებით.